ჩვენ ვიმყოფებით სოფელ მუჯირეთში, სადაც დაგროვილია მრავალი პრობლემები. ჩვენს კადრის მიღმა ვხედავთ პუნქტს ამბულატორიას, რომელიც არის დანგრევის პირას, რომელსაც არავინ რეაგირებას არ აკეთებს, ყოფილი ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. დღევანდელი ხელისუფლება თუ მოგვაქცევს ყურადღებას ძალიან კარგი იქნება. სოფლიდან გაერბის ხალხი იმის გულიზე ახალგაზრდობა რომ არავითარი ელემენტარული არაფერი არ არის სოფელში, არც გასართობი არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ არსებობს. სკოლასთან ახლოს არის სამედიცინო ამბულატორია, მაგრამ არის გაფარტახებული. არ აქვს არავინ რომ მოსწავლე გახდეს ავად არაფერი დახმარება არ შეგვიძლია. რაიონიდან ვართ მოშორებული ცენტრიდან 17 კილომეტრით და არა სასწრაფო დახმარება არაფერი ასეთი სულებით არ არის იბად. და მოთხოვნა არის ხალხის და ჩვენი მოთხოვნა არის რომ ამბულატორია აღდგეს როგორც იყო ადრე. მიგრაცია ძალიან ბევრი ახალგაზრდობას მიდის, მოსწავლეთა რაოდენობა ძალიან შემცირდა და ახალგაზრდობა მიდის უმუშევრობას არის და ამის გულისთვის მიდიან. და დასაქმება ბევრი რამე და რაიონის ხელმძღვანელობა და რამე ხვირდება და ჯერჯერობით არაფერი არ არის შესრულებული. გაკეთებული არაფერი არ არის. გზა ჩვენ არ გვივარგა. არავითარი გაზშეგვიდან გაზგამოღონდა გაზი არ არის გამოყვანილი. ვართ ასე მიტოვებული უპატრონოთ რო იწყიან. 2006 წლიდან ჯანდაცვის მინისტრის ჭიპაშვილის მიერ გამოცხადებული პროგრამა 100 ახალი საავადმყოფო და ამბულატორია ყველა სოფელს. ამ პროგრამის ფარგლებში თავასის ამბულატორია უნდა მომხდარიყო ამ ამბულატორიულ პროგრამაში, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს პროგრამა ჩავარდა. შემდეგ აი იმ პროგრამის შემდეგ ახალი მინისტრი, 2-3 მინისტრი შეიცვალა და როგორც იყო რაიონებში საავადმყოფოების აშენება მოხდა, თუმცა ვერც იმ საავადმყოფოებს ემადლიერება ის უბრალო და რიგითი ხალხი, როგორც თქვათ თავასაში ცხოვრობს და არსებობს კიდე ამაზე უფრო მეტი რთულად მისადგომი და მიუვალი სოფლები, რომლებიც იმ საავადმყოფოს ფაქტიურად ვერ იყენებენ. სოფელი თავასა მოცილებული არის საკმაოდ იმ სოფლებიდან, სადაც ამბულატორიები არსებობს, ეს არის იგივე საზანო და თუზი უახლოესი ამბულატორიები. ამის გამო იყო მე რაც ინფორმაცია გამაჩნია დღეისათვის, რაც მოვიკითხეს, იყო თავის დროზე დაახლოებით 10-11 წლის წინ იყო რამდენიმე წერილი გაგზავნილი ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ იქ ახსნილი იყო დამატებით ამბულატორია, მაგრამ ვერ იქნა მიღწეული და ამის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ აიყვანა ერთი ჯგუფი ექიმი-ექთანი იმისათვის, რომ მომსახურება გაეწია ამ სოფლისათვის. დღეს მდგომარეობითაც აღნიშნული დაფინანსება გრძელდება, თუმცა დღეისათვის თვითონ ამბულატორიის შენობა მართლაც სავალალო მდგომარეობაშია, საჭიროებს აუცილებლად შეკეთებას და ჩვენ გახდით პირადად დავთვალიერეთ იქ შესაბამის სამსახურებთან ერთად და გარკვეული მონახაზები გავაკეთეთ სამომავლოდ თვითონ ამბულატორიის შენობის აღდგენისათვის, რომ იქ ნორმალური ფუნქციონირება შეძლოს.